დღევანდელი დღის თემა. ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ აბრაამის დროს რომ მოხდა და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან გერარში. მსურს კვლავ გავაგრძელოთ თქვენთვის სწავლება იქიდან, რაც მოსდევს თქვენთვის ამას წინანდელ ჩემს მონათხრობს. მეტი სიცხადისთვის ჯობს იქიდან მივიპყროთ თქვენი ყურადღება, სადაც ამას წინათ შევწყვიტეთ საუბარი და საიდანაც დღეს უნდა განვაგრძოთ. თქვენ მრავალსაზრუნავში გართულთ შესაძლოა ეს დაგავიწყდეთ, მაგრამ ჩემი მოვალეობაა შევახსენოთ თქვენ სიყვარულს, რათა ამ შეხსენებით თქვენთვის გაცხადდეს ის, რაც დღეს უნდა გითხრათ. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე რებეკას ღვთისმოშიშებაზე საუბრისას ესავსა და იაკობამდე რომ მივახციეთ, იმაზე შევჩერდით, თუ როგორ გადასცა პირმშოობის პრივილეგია ესავმა იაკობს, რადგან წვნიანის მიღება სურდა და საკვებისაკენ ლტოლვამ თავად დააკარგვინა პირველობა. ეს ამაოდ კი არ მომხდარა, არამედ იმიტომ, რომ საღვთო წინამოსწავება გამართლებულიყო. იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე. უფალი ხედავს მომავალ მოვლენებს და წინასწარ აუწყა იაკობის სათნოებასა და ესავის სულიერ სიმდაბლეზე. პირმშოობის უფლება რაღაც ნიშნავდა. აქამდე დრო არ მომეცა თქვენი სიყვარულისთვის ამის შესახებ მომეხსენებინა, მაგრამ დღეს ეს უეჭველად უნდა ახსნათ. ძველად პირმშოობას დიდ ბედნიერებად მიიჩნევდნენ და პატივს მიაგებდნენ. ამგვარი პატივი გამოწვეული იყო იმით, რომ როდესაც მამამთავარ აბრაამისთვის მიცემული აღთქმისამებრ, ღმერთმა ისრაელის ერის ეგვიპტისგან გადარჩენა და მისი ფარაონის სატანჯველთაგან დახსნა ინება, ეგვიპტის მეფე ეწინააღმდეგებოდა და ხალხი შეკავება სურდა. მაშინ ეგვიპტეზე მოწეული სხვადასხვაგვარი სასჯელის შემდგომ უფლის უკანასკნელმა სასჯელმა ეგვიპტელები აიძულა, საკუთარი ნებით დაეწყოთ ებრაელების გაშვება. კერძოდ ღმერთმა ერთბაშად მოსრა ყველა ეგვიპტელი პირმშო ისე, რომ ყოველ სახლში ცრემლი და ქვითინი იყო. ეგვიპტელები ფიქრობდნენ, ეს სასჯელი მხოლოდ მათთვის არ იყო განკუთვნილი. მოელოდნენ, რომ სიკვდილი გზას განაგრძობდა და ყველას შემუსრავდა, როდესაც ყველა ეგვიპტელი პირმშო სიკვდილმა მოსრა, უზენაესი საფარველით დაცული ებრაელები უნებელნი დარჩნენ. მაშინ ღმერთმა, რომელმაც ამ მოვლენებით ისრაელისადმი თავისი კეთილი ნება დაამოწმა, უბრძანა, რომ ეგვიპტელი პირმშოების განადგურების გამო ყველა ებრაელი პირმშო მისთვის შეეწირათ. ამიტომაც ლევიანთა ტომი ღვთისმსახურად დადგინდა. ღმერთისთვის შეწირულად ითვლებოდა არამხოლოდ პირველნაშობი ძე, არამედ პირუტყვიც და საერთოდ ყოველივე. აგრეთვე ნაბრძანები იყო გამოსასყიდის მიტანა, როგორც ხალხისთვის, ისე წმინდა ცხოველებისთვის. მართალია, პირმშოობის ეს კანონი მოგვიანებით დაწესდა, მაგრამ უკვე იმ თავიდან აღიარებდნენ იმ ძეთა უპირატესობას, რომელნიც დედამ პირველად შობა. ამგვარად, ბუნებრივად ბოძებული ამგვარი ბედნიერება ესავმა საკუთარი თავშეუკავებლობით ძმას გადასცა. ისე მოხდა, რომ ერთმა დაკარგა ბუნებრივად მიღებული, მეორემ კი მიიღო ის, რაც ბუნებისგან არ ჰქონდა ნაბოძები. და ისე როგორც ეს მისთვის უზენაეს ჰქონდა წინა განსაზღვრული, ასევე რებეკამაც იაკობი უწოდა მას, რაც წაბორძიკებას, დაბრკოლებას ნიშნავს, როგორც ესავმაც უთხრა მამას ტირილით მას შემდეგ, რაც მამამ იაკობი აკურთხა. ტყუილად კი არ ქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა. ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია და ეუბნება, უთხრა: ნუ თუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა. აღსანიშნავია, როგორი შორჭვეტელნი იყვნენ ძველად, ანდა მეტიც რაოდენ დიდი იყო ღმრთის სიბრძნე, რომელიც ისე აწყობდა, რომ ქალებიც არა უბრალოდ რაც მოუხდებოდათ, არ ქმევდნენ შვილებს სახელებს, არამედ ბავშვების სახელები წინა განიზრახავდნენ იმას, რაც მათ უნდა გადახდენოდა თავს. იშვიათად გაიგებ, რომ შვილებს მშობლების სახელი ერქვათ, ან საერთოდ ვერ გაიგებ ამას. მამა შვილს უჩვეულო ახალ სახელს ანიჭებს, რათა ამით მოასწავოს მომავალი მოვლენები. ასევე იქცეოდა დედაც. ლამექმაც, როდესაც შვილს სახელს არ ქმევდა, მას ნოე უწოდა და დასძინა. ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში. ამგვარად, ყოველი სახელი რომ გულდასმით გამოვიკვლიოთ, უეჭველად პოვებ მათში წინამოსწავებას ისე კი არ იყო, დღეს რომ არის მშობლები უმიზნოთ, როგორც მოუხდებათ, ისე რომ უწოდებენ სახელებს, ან სულაც მშობლების სახელებს არ ქმევენ. ძველებისთვის ამ ყველაფერს ის მიზანი ჰქონდა, რომ შვილების სახელებს გამუდმებით რაღაც შეეხსენებინა. მაგრამ შემდგომ დახეეთ, პირმშოობის გადაცემის შემდეგ ნეტარი მოსე მოგვითხრობს იაკობისა და ესავის მამაზე, როგორ ღირს იქნა ისიც აბრაამის მსგავსად, შიმშილობის ჩამოვარდნისას, უზენაესის დიდი მზრუნველობას, როგორც საკუთარი სათნოების, ისე აბრაამისთვის მიცემული აღთქმის გამოც. ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ აბრაამის დროს რომ მოხდა და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან გერარში. რომ არ იფიქრო, თითქოს წმინდა წერილი წინანდელი შიმშილობის შესახებ ლაპარაკობს, ახსნილია. წინანდელი შიმშილობის შემდეგ აბრაამის დროს რომ მოხდა. როგორც მამამისის აბრაამის დროს, ახლა მეორე შიმშილობა დაატყდა თავს მიწას. აუცილებელი მოთხოვნილებების სიმწირემ ყველა დიდ საფრთხეში ჩააგდო და აიძულა. თავიანთი ქვეყნებიდან იქ გადასახლებულიყვნენ, სადაც საარსებო საშუალების გამონახვა შეეძლებოდათ. ასე რომ, როდესაც შიმშილობა დაიწყო, წავიდა ისაკი ამბობს წმინდა წერილი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, სადაც ერთხელ აბრაამიც ჩავიდა ეგვიპტიდან დაბრუნებისას. სარწმუნოა, რომ ისააკი მიდის იქ, რათა იქიდან ეგვიპტეში გაემგზავროს. ეს ასე მოხდა, როგორც ამბობს წმინდა წერილი. გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში.
მე არ მსურს, ამბობს ღმერთი, რომ შენ ასეთ შორგზას დაადგე, არამედ დარჩი აქ, მე არ დაუშვებ, შიმშილით გამოიცადო, არამედ აღვასრულებ აღთქმას, რომელიც მამაშენს მივეცი, მისთვის აღთქმულს შენზე აღვასრულებ, შენ აღგისრულებ იმ აღთქმას მას, რომ მივეცი. ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, იმ ქვეყნად დასახლდი, რომელსაც გეტყვი, მდგმურად იყავი ამ ქვეყანაში. მაგრამ მართალმა ისააკმა რო არ იფიქროს, თითქოს და ღმერთი მას ასე იმისთვის უბრძანებს და ეგვიპტეში წასვლის ნებას არ აძლევს, იმიტომ რომ სურს იგი შიმშილით გამოსცადოს, ღმერთი მას ეუბნება. ნუ შეეჭვდები, ნუ ზრუნავ, არამედ დარჩი, მე ვიქნები შენთან. ყოველგვარი სიკეთის მომცემი ახლოს გყავს და არაფერზე იზრუნო. მე ყოველთა მეუფე ვიქნები შენთან და არა მხოლოდ ვიქნები, არამედ გაკურთხებ შენ, ესე იგი სახელოვანს გაგხდი და მოგცემ ჩემს კურთხევას. შეიძლება იყოს ვინმე ამ მართალ კაცზე უფრო ნეტარი ღვთისგან ასეთი აღთქმა რომ მიიღო. ვიქნები შენთან და გაკურთხებ შენ. აი, რა მოგანიჭებ შენ ყოველგვარ ბედნიერებას. აი, რა დაგეხმარება დიდ სიუხვეში იცხოვრო. აი, რა არის შენთვის განკუთვნილი უმაღლესი დიდება, მიუთხრობელი ზეიმი, სიმტკიცე, კეთილდღეობა სახელდობრის, რომ მე ვიქნები შენთან და გაკურთხებ შენ. და როგორ გაკურთხებ? შენს შთამომავლობას მივცემ თელს ამ მიწას. შენ საკუთარ თავს მწირად და უცხოდ მიიჩნევ ამ მხარეში? მაშ იცოდე რომ მთელი ეს მიწა შენ და შენს თესლს მოგეცემა და რომ დარწმუნდე ამაში იცოდე იმ აღთქმას რომელიც დაუდე აბრაამს მამაშენს შენს დაგიდებ ყურადღება მიაპყარი ღვთის მოწყალებას ვაითმა უბრალოდ როდი უთხრა აღთქმა რომელიც მე მივეცი მამაშენს ანუ ფიცი რომელიც დაუდე მასო ფიცით რომელიც ვეფუცე ფიცით ვარწმუნებდი მას ამბობს ღმერთი და ჩემი აღთქმა უნდა აღსრულდეს ხედავ ღვთის კაცმოყვარებას იგი ასე ამბობს არა თავის დიდებისთვის, არამედ ჩვენი უძლურების შესაწყნარებლად. ადამიანები ყველაზე მეტად იმის შესრულებისთვის ირჯებიან, რაც ვინმეს უბრალოდ კი არ დაპირდნენ, არამედ შეჰფიცეს. აგრეთვე ღმერთი, როდესაც მართალს არწმუნებს, რომ მისთვის აღთქმული უსათუოდ აღსრულდება, ამბობს, იცოდე რომ ჩემი ფიცით დამტკიცებული უნდა აღსრულდეს. ეს როგორ? იტყვის მავანი ღმერთი ფიცს დებს და რა შეეძლო მას დაეფიცა? იხილე, ღმერთმა ეს თქვა ჩვენ დამიწყალობით. ფიცად მან აღთქმის დადასტურება მოიხსენია. ავასრულებ ფიცს, ამბობს იგი, რომელიც აბრაამს მამაშენს დაუდე. ამიტომაც განუმარტავს მას იმასაც, რასაც დაჰპირდა და რაც ფიცით განამტკიცა. ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებ მეთქი შთამომავლობას. ამბობს ღმერთი. მან მამამთავარსაც უთხრა. შენი შთამომავლობა იქნება მრავალრიცხოვანი, როგორც ვარსკვლავები და ქვიშა და განაგრძობს იგი მივცემ შენ შთამომავლობას მთელ სამ ქვეყნებს. შენი შთამომავლობით იკურთხება მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი და შენზე აღვასრულებ აბრაამისთვის აღთქმულს იმის გამო. რომ დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძებს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს ჯულდებებს. შენიშნე ღვთის სიბრძნე, როგორ აღძრა მან მართლის სული, ამხნევებს და წარმართავს ამისკენ, რათა იგი მამამისს ბაძავდეს. თუ კი იგი ამბობს ღმერთი იმისთვის, რომ ჩემი ისმინა და მისი სათნოებების გამო ჩემი აღთქმის ღირსი გახდა, მე ვაპირებ, აღვასრულო ეს აღთქმა შენზე, მის ძეზე. დაფიქრდი, როგორ კეთილგანწყობას მოიპოვებ ჩემგან, რა მოგელის სამომავლოდ, თუ კი მის გზას მოშურნეობით გააგრძელებ. ის, ვისაც სხვისი სათნოების გამო შეუძლია, მიიღოს სიკეთე, გაცილებით მეტ მზრუნველობას დაიმსახურებს, თუ კი თავადაც სათნო იქნება. მას რას ნიშნავს? დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძებს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს ჯულდებებს, როცა მე მას უთხარი. წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ, მან დატოვა ყველაფერი, რაც გააჩნდა და რაღაც უცხოსკენ ისწრაფოდა. სულით არ შეირყა, არ დაბრკოლდა, არამედ მზადყოფმა შეესრულებინა ჩემი ბრძანება, ისმინა ხმისა ჩემისა. შემდეგ მე მას ბუნებაზე აღმატებულს შევპირდი, მაშინ, როცა არც მას არ აძლევდა იმეც ასაკი და არც დედაშენს გააჩნდა შვილიერების უნარი, მაგრამ აბრაამმა ისმინა ჩემი, რომ მისი მოდგმა ისე განივრცობა, თელ მიწას დაფარავს და ფიქრითაც კი არ შეეჭვებულა, არამედ სწამდა ამისა და ეს მას სიმართლედ შეერაცხა, რადგან ჩემი ძალის ჯეროდა ჩემგან აღთქმულის იმედი ჰქონდა, იგი ადამიანურ უძლურებაზე მაღლა დადგა. შენი დაბადების შემდეგ, როდესაც დედა შენი განრისხდა მხევლისგან ნაშობ ისმაელზე და სურდა, იგი აგართან ერთად სახლიდან გაეძევებინა, რათა შენთან წილი არ ჰქონოდა. მამამთავარმა, რომელსაც მამობრივი სიყვარული და მისადმი მცირეოდენი კეთილგანწყობა გააჩნდა, ისმინა ჩემი ბრძანება. ისე მოქცეულიყო, როგორც სარას სურდა. დაივიწყა ბუნებრივი სიყვარული და ისმაელი მხევალთან ერთად სახლიდან გააძევა. ყველაფერში ჩემი ისმინა და ჩემი მცნებები დაიმარხა. ბოლოს მან ჩემგან ბრძანება მიიღო, სიბერეში ნაბოძები ძვირფასი ძე მსხვერპლად მიეყვანა. მან არ გამოსცადა ნაბრძანები, არ შეირყა სულიერად, არც კი შეატყობინა დედაშენს ამის შესახებ, არც მონებს, თავად შენთვისაც არ აუხსნია რამე, არ უთქვამს რას აპირებდა. ვაჟკაცურის სულითა და სრული მზაობით ისწრაფა ჩემი ბრძანების აღსრულება, ამიტომაც მისი ასეთი განზრახვა რო ვიხილე, მე არ დაუშვი ეს საქმით აღესრულებინა. ასე რომ მის მიერ გამოვლენილი უდიდესი მორჩილებისა და მცნებების აღსრულებისათვის შენ, მისგან შობილს ყოფ მისთვის მიცემულ აღთქმათა მემკვიდრედ. მიბაძე მის მორჩილებას და ირწმუნე ჩემი სიტყვები
რათა შენს დიდ ჯილდოს ეღირსო მამის სათნოებებისა და საკუთარი მორჩილების გამო. ნუ წახვალ ეგვიპტეში, არამედ აქ დარჩი. ხედავ ღვთისკაცმოყვარებას? მან მამის სათნოების შეხსენებით ისააკის სული განამტკიცა. წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, ამბობს წმინდა წერილი. მაგრამ შეხედე, მას ისეთივე საფრთხე დაემუქრა მამამისმა რომ გამოიარა. როდესაც იგი გერარში დასახლდა, გამოჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. ამბობს წმინდა წერილი. ისაკს ეშინოდა, მისი ცოლის მშვენიერებით განცვიფრებულ გერარელებს არ მოეკლათ, შეეშინდა ეთქვა: ცოლი არისო, ვაი თუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო. კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს ელაღობება ისაკი რებეკას, თავის ცოლს. დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი. რამ გათქმევინა, ჩემი და არისო? ისააკი უკვე აღარ უარყოფს ამას და ხსნის მიზეზს, რომელმაც გადააწყვეტინა რებეკასთვის და ეწოდებინა. ვიფიქრე, მისი, ამბობს წმინდა წერილი. გულისთვის არ მომკლან მეთქი. სიკვდილის შიშმა მაიძულა, ასე მოუქცეულიყავი. შესაძლოა მან იცოდა, რომ მამამისმაც ამგვარი რამ მოიფიქრა თავის გადასარჩენად. ამიტომ მათ თავადაც ასეთივე ხერხი იხმარა. მაგრამ მეფემ, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვდა რა მოხდა აბრაამის დროს, როდესაც სარა მოიტაცეს, მაშინაც და ახლაც მოსალოდნელი სასჯელი გაიხსენა და უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დააწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში. ასეთი ტყუილი, ამბობს იგი, ჩვენ უკვე გამოვცადეთ შენი მამის დროს და ახლაც გამოვცდით ხელახლა. ჩქარა რომ არ გაგვეგო ტყუილის შესახებ, შენც გაგვრევდი ცოდვაში. მაშინ ჩვენ უმეცრებით შევწოდეთ და ახლა შენ კინაღამ ჩაგვაგდე ჩვენ უცოდინარობის ცოდვაში. უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს, ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასდება. ყურადღება მიაქციეს საღვთო ჩანაფიქრს, გამოუთქმელ მზრუნველობას. რაც უთხრა ისააკს: ნუ წახვალ ეგვიპტეში, არამედ დასახლდი ამ მიწაზე და მე ვიქნები შენთან, ეს ყველაფერი მოეწყო კიდეც მართალს ასე უსაფრთხოდ. შეხე, როგორ ზრუნავს მეფე, რომ ისააკმა მშვიდად იცხოვროს და ყოველგვარი შფოთისგან თავისუფალი იყოს. ნათქვამია, რომ მეფე სიკვდილით დაემუქრა ყველას, ვინც მას ან მის ცოლს შეეხებოდა. კერძოდ, ეს შიში ვიგულისხმოთ, სიკვდილის შიში არყევდა მართალი ისააკის სულს. ამიტომაც კაცთმოყვარე უფალი ამ შიშსაც განდევნის მისგან. ასე რომ, მას უკვე შეუძლია აქ ყოველმხრივ მშვიდად იცხოვროს. აი, რა არის საკვირველი? როგორი მზრუნველი და ბრძენია ღმერთი, ყველაფერს აწყობს თავისი ნებისამებრ, მიუვალ ადგილას გზას გახსნის, იცავს თავის მონათა უსაფრთხოებას ისეთ ვითარებაშიც კი, საშინელი და მტრულად განწყობილი რო ჩანს მათთვის. მითხარი, რატომ იჩენს ეს ხელმწიფე ისააკის მიმართ ასეთ მზრუნველობას, რომ მის შესახებ ქალაქის ყველა მაცხოვრებელს ატყობინებს და სახელოვან და ღირსეულ ადამიანად წარუდგენს დიდი მზრუნველობით? ასევე ნაბუქოდონოსორიც, რომელმაც 3 ყრმა ღუმელში ჩაყარა და რომელმაც ყმაწვილების სათნოება დაინახა, მათ ქებადიდებას დაიწყებს საკუთარ ენაზე. ღვთის ძალა განსაკუთრებული დიდებით იმაში წარმოჩნდა, რომ ღვთის მონება თვით მტრებსაც კი აიძულებს მათ შესახენ ეგალობათ და მას, ვინც გულისწყრომით ღუმლის გახურება ბრძანა, როდესაც იხილა, რომ უზენაესის შემწეობით ყმაწვილების სათნოებამ დაამარცხა ცეცხლის ალიც, მოულოდნელად გადაუსხვაფერდა აზრები და შესძახა: მაღალი ღმერთის მორჩილნო. შეხე, იგი განადიდებს არა მხოლოდ მათ, არამედ ყოველთა უფალსაც. მაღალი ღმერთის მორჩილნო. ამბობს იგი, გამოდით. რა გემართება? ჩგანა, შენ არ მიუსაჯე სიკვდილი. შენ არ ბრძანე, ესოდენ გაეხურებინათ ღუმელი? დიახ, ამბობს იგი, მაგრამ ახლა მე ვხედავ საოცარ საქმეს. როგორი ვიწყებს ეს სტიქია თავის ძალას? თითქოს რაღაც ბორკილებით დაბმულმა ისეთი მორჩილება აჩვენა, რომ მათ თმასაც კი არ ეხება. აქედან უნდა გულისხმავყოთ, რომ ეს მოვლენა ადამიანური ბუნების ძალაზე აღმატებულია და აქ რაღაც გამოუთქმელი და საღმრთო ძალა მოქმედებს და ამ ყმაწვილებზე ღვთის დიდებულ განგებულებას აჩვენებს. ხედავ ღვთისკაცმოყვარებას? ღმერთი თავის მონებს არ ტოვებს, თუნდაც დაუშვათ ისინი გავარვარებულ ღუმელში აღმოჩნდნენ. არამედ მათი უმეტესად განდიდება და თავისი ყოვლის შემძლეობის ჩვენება სურს, უმსუბუქებს სულს ტანჯვას და სულგრძელს ყოფს მას. რა საკვირველია იმდენად საოცარი არ იქნებოდა, თუ კი იგი თავიდანვე არ დაუშვებდა, ყმაწვილები გახურებულ ღუმელში მოხვედრილიყვნენ, როგორც ახლა განსაცვიფრებელი ის, რომ მან შუაგულ ცეცხლშიც კი არ დაუშვა, მათ რაიმე ვნებოდათ. ღმერთი, როდესაც სურს სასტიკ სატანჯველში ჩაცვენილნი უმეტესად განადიდოს, ტანჯულებს უფრო აძლიერებს, ვიდრე მტანჯველთ. ასე იყო მოციქულებიდან მოყოლებული. შემპყრობელნი მათ მუქარი თავსებდნენ და კბილთახჭენით ეუბნებოდნენ ერთი მეორეს. რა ვუყოთ ამ ხალხს? და თუმცა ხელთ ყავდათ ისინი, ვნებას ვერ ბედავდნენ. სათნოება გაძლიერდა, ღვარძლი კი მოუძლურდა. პირველი გვემულიც კი იმარჯვებს, მეორე კი, იმით რასაც იქს მხოლოდ საკუთარ უძლურებას აჩვენებს. ეს იცოდეთ, საყვარელნო სათნოებებისთვის იზრუნეთ და ბოროტებას გაეკეცით. ამგვარად, უზენაესისგან შემწეობას მივიღებთ და მომავალ სიკეთეებს ღირსნი დაიმსახურებთ, რომელთაც დაე
ვეღირსოთ ჩვენ ყველანი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის დიდება, პატივი და მეუფება თანა მამით და სულით წმიდით ვთ აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.